სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და შემდეგი კითხვა არის ძალიან მოკლე, მეგობარი უსვავს, ეთყობა იცნობენ ერთმანეთს ჯონ მაკარტური ახლოს და იქ პატარა საუბარიც მიდის. და ჯონ მაკარტური უსვავს. სტენ თქვენთან აქვთ, თქვენთან დგას, პიროვნება მას აქვს კითხვა ჩვენთან. არა, მე ვაპირებ ჯონ ბილის მაგივრად დაგისვათ კითხვა. და ჯონი ესალმება უკვე ბილს, ეთყობა ბილი მორცხვიან, მას არ უნდა თვითონ დასვას. ჯონ მაკარტური აშკარად ეთყობა, რომ უფრო იჩენს ინიციატივას, რომ ბილს დაეკონტაქტოს. გამარჯობა ბილ, როგორ ახარ? და სტენი კითხულობს მის კითხვას. ეს არის კითხვა. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. დედამიწა იყო უფორმო ცარიელი და სიბნელე იყო ფსკულზე და ღვთისმსწული მოძრაობდა წყლის ზედაპირზე. და შემდეგ ბილიც ერთვება. გამარჯობა ჯონ, გამარჯობა ბილ. და ამასთან დაკავშირებით მე მაქვს შეკითხვა. რას ნიშნავს ჯონ ღმერთმა თქვა იყოს ნათელი? და ჯონ მაკარტური პასუხობს. კარგით, ნება მომეცით ვნახოთ შემიძლია თუ არა ამაზე ახსნის გაცემა. ახლა, როდესაც ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო, მან შექმნა ყველაფერი 6 დღეში. და ერთ-ერთი რამ, რაც მან შექმნა, ეს იყო სინათლე. ახლა არ ვიცი, როგორ გითხრათ ეს მეცნიერულად, მაგრამ თქვენ არ იცით ხომ რა არის სინათლე? ასე არ არის? იმიტომ რომ როცა ის ჩართულია, ანთებულია და იცი, როცა გამორთულია, როცა ბნელა და როცა განათებულია. დიახ, მართალია, ბილი ეთანხმება. ასე რომ ღმერთმა შექმნა სინათლე თავისთავად და მხოლოდ მოგვიანებით მან შექმნა უკვე მზე და დანარჩენი პლანეტები. იცით ხომ ეს მზე და მთვარე, რომელიც სინათლეს ანათებს. ასე რომ ღმერთმა ჯერ შექმნა სინათლე თავისთავად და შემდეგ ქმნის ის ყველა პლანეტებს, რომლებიც ინარჩუნებენ ამ შუქს მათ და ასხივებენ ამ სინათლეს. ასე რომ როცა ზეცას უყურებთ, ათვალიერებთ, თქვენ ხედავთ შუქს, რომელიც პლანეტებიდან მოდის. მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ასე ყველაფერს. ამას გულისხმობდა. ბევრს ეს ხშირად ეშლება ხოლმე და გონია რომ აქ წინააღმდეგობაა. თავადაც ღმერთი იცით რომ ის იქნება, რომელიც გაანათებს ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე და იქ უკვე აღარ დაგჭირდება ჩვენ მზე და პლანეტები. მადლობა ბილ ამ კითხვისათვის და მე უბრალოდ შეგეკითხებოდი კვირას დილით მე მინდოდა შენი სახლში წაყვანა და რა მოხდა? უბრალოდ მეგობრებს გავყევი მე, უთხრა ბილმა. მე გეძებდი, მინდოდა რომ სახლში წამეყვანე. მეც ამყავს მეგობრები და მინდოდა რომ იცოდნოდ რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ. დიახ, ვიცი ჯონ, დიდი მადლობა. ესე დამთავრდა ეს კითხვა.